სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგი კითხვაც ძალიან სწრაფ კითხვა უნდა პიროვნებას დასვას და მოკლე და ჯონ მაკარტურიც მოკლედ პასუხობს. ძალიან საინტერესო კითხვა არის ხოთაშორის. მე არ შემიმჩნევია ეს, მაგრამ აქვთ ადამიანებს ხედავთ ამიტომაც ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა ვკითხულობთ ისეთ მასალებს, რომლებმაც შეიძლება ჩვენ ტვინი აგვირიონ და რწმენაც შეგიყვება. განსაკუთრებით, როცა იესო ქრისტეს პიროვნებაზეა ლაპარაკი. ამა ყველაზე ფრთხილი რასაც უნდა ვიყოთ ჩვენ, ხო? ისეთი საუბრები, რომელიც აკნინებს, ან კიდევ აპატარავებს იესო ქრისტეს პიროვნებას. ყველანაირად, ან ადამიანურს ხდის, ან მისი ღვთაებრიობაში ეჭვში აქვს, ყველა ესენი აბსოლუტურად არის ყველაზე დიდი ერესი, იმიტომ რომ სულის წარწყმენელია, რასაც აკეთებს იეჰოვას მოწმეები, მორმონები, ისლამიც აკეთებს ამას და სხვები ებრაელური დაუშვათ კომენტატორებიც. და აქ ერთ-ერთი ებრაელური კომენტატორია მოყვანილი, რომელიც მე ვეძებე, რომ მიმეგნო და თქვენთვის მომეტანა მარტო გვარი იყო ნახსენები და მე არაფერი არ ვიცოდე ამის შესახებ. ასე რომ მე პატარ ბიოგრაფიულ იმასაც მოგაწოდეთ მაგ პიროვნებაზე. მოდით აბა მოვუსმინოთ ამ კითხვას. მე არ მინდა ხალ სათაური გითხრათ თქვენ წინასწარ გაგიფუჭოთ ეს რაღაცა მოლოდინი. მოდით მოვუსმინოთ რას ამბობს პიროვნება, რომელიც არ ვიცი ჩვენ სახელი და არც ვიცით ქალია თუ კაცია. შემიძლია მეც გკითხოთ ნამდვილად სწრაფი და მოკლე კითხვა და ჯონ მაკარტური ამბობს, ამაღამ რატომღაც ყველა სწრაფი და მოკლე კითხვები აინტერესებს. დიახ გისმენთ. მე ერთ რამეში ვარ დაბნეული. ბევრი ებრაელი აპოლოგეტი აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ ესაიას 53 თავში ნახსენები მე-9 მუხლი ამბობს და მე წავიკითხავ ამ მუხლს. ბოროტ მოქმედებთან მიუჩინეს საფლავი, თუმცა დიდართან იყო სიკვდილისას, რადგან ძალადობა არ ჩაუდენია, ამაზეა ლაპარაკი, რადგან ძალადობა არ ჩაუდენია და არც მზაკრობა ყოფილა მის ბაგეზე. და ამბობს ეს პიროვნება სიგალიც თავის წინში ამბობს იგივეს. როგორ შეიძლება რომ იესო ქრისტე ყოფილიყო მესია? და ვინ არის სიგალი? ალან ფრანკლინ სიგალი. ეს არის 1945-ში დაბადებული, გარდაცვლა 2011-ში, იყო უძველესი რელიგიების მკვლევარი, სპეციალობით იუდაიზმის ურთიერთობაში ქრისტიანობასთან. სიგალი იყო გამორჩეული მეცნიერი, ავტორი და მოხსენებელი, რომელიც საკუთარ თავს უწოდებდა როგორც მიაქცეთ ყურადღება მორწმუნე ებრაელს და მე-20 საუკუნის ჰუმანისტს. ნახეთ, ებრაელი მორწმუნე და მე-20 საუკუნის ჰუმანისტი. როგორია ნაზავი და ბევრის თქვენია უკვე ეს. თუ ეს როგორ შეხედავდა ქრისტიანს, ხო? გვარი სიგალი, ხო? სტივენ სიგალი და ისა ზოგჯერ ხვდებით რომ ებრაელი არის, ზოგჯერ არაებრაელური არის, რომ იცოდეთ ეს გვარიც. ხშირ შემთხვევაში ებრაელური გვარი არის სიგალი. და აგრძელებს კითხვის დამსვენი. იმის გამო რომ მე-9 მუხლი კონკრეტულად ამბობს, რომ მას ძალადობა არ ჩაუდენია, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ იესო შევიდა ტაძარში და შოლტით გამოდევნა ფულის გადამცვლელები და გაწმინდა ტაძარი. ეს ხომ აშკარა ძალადობა იყო? როგორ უპასუხოთ ასეთ აზრს? რაც შეეხება იესოს ამ ფაქტს, იცით, ბევრი არ აღიარებს, მაგრამ ძირითადად ჯონ მაკარტურიც ამას იზიარებს და ბევრი უორენიურისპირო ეს ორჯერ მოხდა. იონეს სახარებაში მოცემული ფაქტი, ეს არის პირველ ეტაპზე გააკეთა იესომ თავისი მოღვაწეობის და დანარჩენი სინოპტიკურებში, ლუკას მე მგონი არა აქვს, სინოპტიკურებში, მათე და მარკოსში ეს არის უფრო მოგვიანებითი აქტი. მე შემიძლია ეს წაგიკითხოთ. იუდეელთა პასექი რომ მოახლოვდა, იერუსალიმში ავიდა იესო, ნახა ტაძარში ხარების, ცხვრების, მტრედების გამყიდველი და მსხდომარე ფულის გადამცველნი. საბლისაგან, ნახე, საბელისაგან შოლტი გააკეთა და გამორეკა ტაძრიდან ყველა, ასევე ხარები, ცხვრები, ფულის გადამცველები, ფული დაუბნია და მაგიდები აუყირავა. მტრედით მოვაჭრებს კი უთხრა, გაიყვანეთ ესენი აქედან და მამაჩემის სახლს სავაჭრო სახლად ნუ გადააქცეთ. მაშინ გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ დაწერილია, შენი სახლის შური შემჭამს მე. და მე იქ Facebook-ზე შოლტის განსაზღვრებაც გავაკეთე, ეს არის მათრახზე უფრო დიდი შოლტი, მეცხვარეები და წყევსები ხმარობდნენ, მგონი სულხან საბა აღწერს ამას და ტყავისგან კეთდებოდა და იქ საბელები ტყავით რო იყო, ისომ გადააბა და გააკეთა ეს. ასე რომ ეგ ფაქტიც მაინტერესებდა, ზოგან რა არის მათრახი არის, ზოგან რა არის ნახსენები და შოლტი არის ბოლო თარგმანში ნახსენები.
და აგრძელებს ესე იგი ჯონ მაკარტური აგრძელებს პასუხს ამაზე, იწყებს პასუხს ამაზე. კეთილი, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ მას არ ჩაუდენია ძალადობა იმ გაგებით, რომ ეს იყო რაღაცა სიკვდილის ღირსი. ამ ძალადობაზეა ლაპარაკი. და ერთადერთი რაც მან გააკეთა, ის იყო, რაც უნდა გაკეთებულიყო. და ეს არ არის ძალადობა. პირიქით, ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი არ ძალადობს. ძალადობა მიუთითებს უსამართლო განადგურებაზე, აგრესიის ან ბოროტების უსამართლო ქმედებაზე. რაც უფლის ტაძარში გაკეთა, იყო ის, რაც უნდა გაკეთებულიყო. და ეს არ იყო ძალადობა, პირიქით. იქ რაც ხდებოდა, სწორედ ის იყო ძალადობა. და იცით ხომ, ზოგი ამბობს მილიონზე მეტი მაგ დროს ჩამოდიოდნენ იერუსალიმში, როდესაც პასექი იმართებოდა. და ზოგი ამბობს 9 მილიონამდე 300,000 400,000 ადამიანი და წარმოიდგინეთ რა ფულს აკეთებდნენ ამ გადაცვლებში. იცით ხო რომ არ უნდა გეყიდა, არ უნდა ყოფილიყო რა სხვარი და შესაწირავი ნაკლოვანი და ძალიან ბევრს არ ქონდა საშუალება მოქონათ ფულები, საიდანაც მოდიოდნენ მთელი რომაული იმპერიიდან და იქ გადაცვლის დროს ძალიან მაგარ ფულს აკეთებდნენ, რა თქმა უნდა, ეს სინედრიონი და ვინც იყო ამაში ჩართული, ვინც აძლევდა უფლებას. რასაც აქვს ადგილი ზუსტად საქართველოშიც. აი გადამყიდველები რო არიან და ჯურის მონასტრიდან რო აუყრიათ ისეთები, ვინც ფულს არ აძლევს. ხო იცით რომ ყველანი ეგენი ვინც ფულს აკეთებენ სანთლების გამყიდვლები, მე უშუალოდ დავესწარი იქ და ვიყავი გაბრიელისის რო გაქვთ თქვენ საფლავი იქა. და იქ ყველაფერი ეს მაღაზიიდან, ყველაფრიდან ეს ფული წილში არიან და ყველა რამდენი ბიზნესები აქვს წარმოიდგინეთ. აი ეს იესომ რო დაინახა ეს, აი ეს გააკრიტიკა და ეს იმას აკრა, ხო? და ეს როგორ იყო ძალადობა? მან ძალადობა შეაჩერა და წადარ სალოცავ ადგილს დაუბრუნა, რაც უნდა მოხდარიყო იქა, ხო? ასე რომ მე ფიქრობ, რომ ამის ახსნა ძალიან ადვილია, პასუხობს ჯონ მაკარტური. მე ფიქრობ, რასაც ესაია წინასწარმეტყველი ამბობს, არის ის, რომ მას არაფერი არ გაუკეთებია ისეთი, რაც რაიმე გაგებით სიკვდილის დასჯის ღირსი იქნებოდა. და ჩვენ ამას ხვდებით, მე ჩვენ როცა ვსწავლობთ იესო ქრისტეს ცხოვრებას, ხო? და განსაკუთრებით თუ ჩვენთან იყავით თქვენ კვირა დილით, ჩვენ გავდიოდით იესოს განსაცდელის კვირას და იქ არაფერი აბსოლუტურად არ არის ძალადობის მსგავსი და ვერაფერს ვერ მოიგონებდნენ. და მე ეს ავღნიშნე კიდევაც იმ კვირას. მათ რომ ქონოდათ რაიმე არგუმენტი და ეს არგუმენტად გამოიყენებინათ, ფარისევლები აუცილებლად გამოიყენებდნენ ამას. და ეს ჩვენი სიგალი, ხო, თქვენ ავტორი რო დაასახელეთ, ეს ერთ თანამედროვე ფარისეველია, მეტი არაფერი. ასე რომ მათ სინედრიონზე არც კი წაუყვანებიათ ეს ფაქტი იესოსთვის, რომ მან გამორეკა, იმიტომ რომ მათ იცოდნენ, რომ ის რაც იესომ გააკეთა, ეს სწორი იყო და არაფერი ძალადობრივი მან არ იყო. იმათ იცოდნენ, რომ ისინი მოსეს კანონსაც არ ღვევდნენ და თავიანთ ებრაულ კანონსაც არ ღვევდნენ, ხო? როდესაც აი ესეთი ტაძარი აქციეთ ფულის საკეთებელ ადგილად, ხო? და სავაჭრო ცენტრად აქციეს. ასე რომ მან რაც გააკეთა ეს ტაძარში, ეს არ იყო ძალადობის აქტი. და თუ დაიწყებდნენ ამაზე ლაპარაკს, იცოდნენ რომ ისინი ვერ დაადასტურებდნენ ამას და ვერ იმას იზავდნენ, იმიტომ რომ ეს იყო პირიქით ბუნაგი, ესე ვთქვათ, ამ სატანის ბუნაგი, რასაც ისინი იქ აკეთებდნენ, ხო? ასე რომ მათ არც კი მოუყვანიათ ეს ფაქტი მის სამხილებლად. და არანაირად ეს ხელსაჩაჭიდი ვერ იქნებოდა მათთვის. აი ეს არის ჩემი პასუხი. მადლობა ჯონ პასუხისათვის.